I'm German homelos, I drink coffee and I know things. 64 ეპიზოდის თემა არის შინაგანი ბავშვის მოფრთხილება. რთული სათქმელია, რომ ამ საკითხზე ბევრი გვაქვს ნასაუბრი ადამიანობას, ზოგადად იქნება ეს ლიტერატურაში, კინოში, სკოლაში თუ ზოგადად ადამიანურ დიალოგებში. ამ უკანასკნელში განსაკუთრებით, თუმცა ყველაზე კარგი ეფექტი ზუსტად მაშინ ექნება, თუ ადამიანები ამ თემაზე ღიად და გულწრფელად დავიწყებთ საუბარს. რა არის შინაგანი ბავშვი? ის ნამდვილად ყველამ ვიცით, რომ თავდაპირველად ყველა ადამიანი სუფთა, წმინდა და გაურყვნელ ბავშვად იბადება. ბოროტებას ხელიც არ აქვს დაკარებული. სუფთაა ყოველგვარი მიწიერი სიშტერეებისა და სიბეცეებისგან, სიბოროტისგან. თუ სწორ გარემოში გაიზრდება, აღიზრდება და თუ არასწორ გარემოში გაიზრდება, ეს შინაგანი ბავშვი აუცილებლად განადგურდება და თან 20-30 წელში კი არა, უკვე 10 წლის ასაკშივე გამქრალი იქნება ეს შინაგანი ბავშვი. შინაგანი ბავშვი არის ის, რაც ჩვენ ადამიანებს, თუ მათ ვისაც გსურს, რომ ადამიანი გვერქვას და ვიყოთ, გვინარჩუნებს ღირსეულობას, პატიოსნებას და რაც ჩემთვის ძვირფასი თვისება თანაგრძნობის უნარს. თუ შინაგანი ბავშვი მკვდარია, ადამიანი იზრდება საზარელ პიროვნებად, მოჯღაბნილ ადამიანად, რომლისგანაც გრამი დადებითი არ მოდის, მხოლოდ უარყოფითი ენერგია, სიტყვები, დამოკიდებულება, მომწამლელობა, გულგრილობა, სული ლანძღება, მეგობრობა არ შეუძლია, თანადგომა არ შეუძლია, კარგ სიტყვას ვერ გაიმეტებს, უმადურია, ეგოისტობის განსახიერება, გაუნათლებელია და მოკლედ თვითგანვითარება შეწყვეტილი აქვს კატეგორიულად თან ძალიან მცირე ასაკში. და ვინც ინარჩუნებს შინაგან ბავშვს, მთელი თავისი ცხოვრება, როგორც საშინელი ტკივილები, ფსიქოლოგიური განსაცდელებიც არ უნდა გადაიტანოს და განაცდევინოს ცხოვრებამ, მაინც ალალ, ღირსეულ და მეგობრულ, შეგნებულ ადამიანად რჩება. აი ზუსტად ეს სიტყვა, შეგნებული რომ იყოს ადამიანი, ბავშვივით უბოროტო გული უნდა შეინარჩუნოს. ასეთი ადამიანი ისეთი მშვიდია, საურთიერთოდ ისეთი იმედით და სიყვარულით სავსეა, რომ არასდროს კარგავს სიცოცხლის ხალის და ყოველთვის ცდილობს ბნელ ფიქრებს თავი დააღწიოს. ან უბრალოდ სულელი და გულუბრყვილობის გამო გამგები კი არა, არამედ ყველაფერი იცის რომ ბოროტება არსებობს. იცის როგორ არჩევანს აკეთებენ სულელი ადამიანები, რომლებსაც ეს სისულელე ბოროტებაში გადასდით, ბრაზობს კიდეც, წყინს კიდეც, ხან დეპრესიული ფიქრებიც კი შემოაწვება ხოლმე, მაგრამ მაინც არ კარგავს იმედს და ბავშვურს სისუფთავეს. ყველაზე ნათელი მაგალითი ასეთი შეგნებული ადამიანის არის ნელიკოს პერსონაჟი სერიალიდან ჩემი ცოლის და ქალები, რომელიც იმდენად სუფთა გულის და შეგნებული ადამიანია, რომ გარშემოყოფებიც კი ვერ იჯერებენ ასეთი კეთილი როგორ არის და ამის გამო დებილს და სულას ეძახიან. ვერ უგებენ, იმიტომ რომ მათში მკვდარია შინაგანი ბავშვი, თანაც ძალიან დიდი ხნის წინ. ერთი ასეთი სცენაა, სადაც ეკითხებიან ნელიკოს, ასეთი კეთილი როგორ ხარო? დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნებიან და ნელიკო ეუბნება, იცი როგორი მარტივიაო, ყველას გაგებაო, ყველას მესმისო და ამიტომ არ ბრაზდებიო. სულელად ვერ ჩათვლის ნელიკოს ვერავინ, რადგან ზედმეტად ბევრჯერ და აშკარად ჩანს, რომ ჭკვიანი და განათლებული ქალია. ასე და ამგვარად იყო კეთილი და ღირსეული ადამიანი, ეს არ ნიშნავს სისუსტეს და სიდებილეს. როგორი ბოროტიც არ უნდა იყოს, სამყარო, სიკეთესა და სიყვარულზე ძვირფასი არაფერი იქნება არასდროს.